მოგესალმებით. ვიწყებთ გადაცემა ინტერვიუს, რომელსაც მე სალომე ასათიანი უძღვები. ეს გადაცემა გახლავთ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი და ჩვენ პრაღიდან თბილისში ვესაუბრებით სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუმარია ირაკლი ალასანია, პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი. 2014 წლის ნოემბერში, როცა პარტია თავისუფალი დემოკრატები მმართველ კოალიციას გამოეყო, ირაკლი ალასანია ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება შეტევას ახორციელებდა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. როგორ აღიქმება ეს ბრალდება დღევანდელი პერსპექტივიდან? რას ფიქრობს ცვლილებებზე მთავრობაში და არის თუ არა თავისუფალი დემოკრატების მთავარი პრობლემა გარკვეული ელიტიზმი თუ აკადემიურობა მოახლოებული არჩევნების ფონზე? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმარს ირაკლი ალასანიას. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. საღამომშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბერეკეთ, მადლობა თქვენ. საუბარი ცხადია უნდა დავიწყოთ ბოლო დღეების მოვლენებით. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით პრემიერ-მინისტრის პოსტიდან თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენებს და იზიარებთ თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებას, რომ ამით თვისებრივად ბევრი არაფერი შეიძლება, ვინაიდან გადაწყვეტილების მიმღები უცვლელია და ჩრდილოვანი მმართველობის პრობლემა უცვლელი რჩება ქვეყანაში. ბუნებრივია ეს, მე მგონი არავისთვის არ არის დასამალი. ძალიან ნიშანდობლივი იყო ჩემთვის და ცოტა კომიკურიც, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თავის განცხადება თავისუფალი ნებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით დაიწყო. არც მისი თანამდებობაზე დანიშვნა და არც მისი გაშვება, მისი ნება არ ყოფილა, ბუნებრივია ეს არის ბიძინა ივანიშვილის ნებასურვილი. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გარკვეულ უხერხულობებსაც, იმიჯსაც უქმნის, იმიტომ რომ პრაქტიკულად 25 წელია დამოუკიდებლები ვართ და ძნელად წარმომედგინა, რომ 25 წლის თავზე ჩვენ ისევ ერთპიროვნულ არაფორმალურ მართვაში ვიქნებოდით. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თავისი დადებითი მხარეც აქვს იმ კუთხით, რომ ცვლილება ყოველთვის კარგია, ეს ერთი. მეორე მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მოახლოებულ არჩევნებს, რომელიც 11 თვეში უნდა ჩატარდეს, თუ კი გამართლდა ის ვარაუდები და ბატონი კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, ის უკეთესად მიიყვანს არჩევნებამდე ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ არ იქნება პოლიტიკური ჩარევის ბოდიშვიხტი დავასრულებ აზრს. უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ მის პირობებში პოლიტიკურ ზეწოლას და პოლიტიკური ნიშნით თუნდაც სამართალდამცავი სტრუქტურების დარაზმვას არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ამის რწმენა მე მაქვს. აქედან გამომდინარე, ეს ეგრეთ წოდებული გარდამავალი ეტაპი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგ არჩევნებამდე. ხომ არ უკავშირდება ეს სწორედაც მოახლოებულ არჩევნებს იმ თვალსაზრისით, რომ მმართველი კოალიცია შესაძლოა რეიტინგების ფონზე ემზადებოდეს იმისთვის, რომ ვერ მოიპოვებს საკმარის ხმებს და დასჭირდება თავისთავად კოალიციას დასჭირდება კიდე კოალიციაში შესვლა სხვა ძალებთან და ღარიბაშვილი, როგორც გვახსოვს, არ გამოირჩევდა დიდი დიპლომატიით, არც ოპოზიციური ძალების, არც არასამთავრობო სექტორის პირადად თქვენს მიმართ, გვახსოვს თქვენი გადადგომის შემდეგ მან ავანტურისტი და ამბიციური და ასე შემდეგ გიწოდათ. აი ხომ უფრო მოქნილი ფიგურა ხომ არ გახდა საჭიროა, როგორ აფასებთ ამ ვარაუდს? ალბათ ყველაფერი ერთად. ბოლო პერიოდში რამდენიმე გამოკვლევა ჩატარდა სოციოლოგიური, მათ შორის სხვადასხვა ჯგუფების მიერ, თავადაც აქვს ჩატარებული ქართულ ოცნებას ვიცი და ბუნებრივია ისინი ხედავენ თუ რა სავალალო მდგომარეობაში არის დღევანდელი ხელისუფლება. ხალხი მართლაც თulis და მე დავდივარ საზოგადოებაში, თითქმის ყოველ დღე მაქვს შეხვედრები, ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან დავდივარ და ხალხისგან ვიცი, თავარი პრობლემა სწორედ ხელისუფლების არის, რომ მთლიანად მოწყდა საზოგადოებას ხელისუფლება. თუმცა ეს არა მხოლოდ ხელისუფლების, ალბათ ჩვენ ვნახეთ იგივე რეიტინგებში რამხელა პროცენტია გადაუწყვეტელი ამ მრჩევლის, რომელიც იდენტიფიკაციას ვერ ახდენს ვერც ოპოზიციურ ძალებთან. სწორად ბრძანებთ. რა თქმა უნდა, მაგრამ თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს მზარდი რეიტინგი, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო არჩევნებში, ბოლო ასე ვთქვათ, კვლევებში. თავარი ჩვენთვის თავისუფალი დემოკრატებისთვის არის, რომ მოემზადოთ შემდეგი არჩევნებისთვის, ქვეყანა მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის. ამ კუთხით ეს გადაწყვეტილება ჩემი აზრით პოზიტიური იქნება. სხვა მხრივ მეც აბსოლუტურად იმ აზრზე ვარო, არაფერი თვისობრივად ქვეყნის მართვის სტილში არ შეიცვლება, ვიდრე
ქართული ოცნების კოალიცია ხელისუფლებიდან არ წავა არჩევნების გზით. რეიტინგებზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კიდევ, მაგრამ ჯერ უნდა დაუბრუნდეთ თქვენს მოღვაწეობას კოალიციაში. თქვენ მინისტრობის პერიოდზე განსაკუთრებით იმ განცხადებას 2014 წლის 4 ნოემბერს, როცა დაიწყო თქვენი პარტიის გამოყოფის პროცესი კოალიციიდან, თქვენ მაშინ ხმაურიანი განცხადება გააკეთეთ. ეხლა შეგვიძლია მაყურებელს გავახსენოთ, ვნახოთ ჩანაწერი თქვენი განცხადებისა. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, სწორედ ამიტომ მე გადაწყვიტე ეს განცხადება გამეკეთებინა და ხვალ მივმართავ ჩვენი მართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა თუ საითკენ მიყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე განაცხადეთ თქვენ. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა ქვეყნის ცხოვრებაში. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მიიღო ევროკავშირისგან თანხმობა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე. მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნა ნატო საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი და რაც მთავარია, ივლისში საფრანგეთთან გაფორმდა ხელშეკრულება საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე, რომლის მიზანმიმართულ ჩაშლაშიც თქვენ სდებდით ბრალს ხელისუფლებას. აი დღევანდელი პერსპექტივიდან თქვენი მაშინდელი განცხადება ხომ არ გამოიყურება ერთგვარად ნაჩქარებად, სენსაციურად ან უსაფუძვლოდ, ან არ ვიცი, როგორ შეაფასებდით? არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ სამივე თქვენი ჩამოთვლილი მიზეზი სწორედ თავისუფალი დემოკრატების გუნდის აქტიური მონაწილეობით იქნა მიღწეული. ნატოს გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო საწვრთნელი ცენტრი თავდაცვის სამინისტროს ჩვენი მოღვაწეობის დროს იქნა და საგარეო საქმეთა და ევროატლანტიკური მინისტრები იყვნენ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები. ასოცირების შეთანხმებას სწორედ ამ ადამიანების მიერ აქტიური მუშაობით და ინსტიტუტების მიერ ბუნებრივი აქტიური მუშაობით იქნა მიღწეული და ჩემი აზრით, რომ დღეს გვაქვს ხელმოწერილი ის შეთანხმება, რომელზედაც მე ვზრუნავდი და ჩაუყარე საფუძველი, ესეც ჩვენი აქტიური კრიტიკის შემდეგ მოხდა. 6 თვის განმავლობაში თითი არ გაუძლევია ხელისუფლების ნება გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან მიმართებით, რომ კრიტიკას ესე ექვემდებარება დასავლეთისკენ წავიდეს. შიდა კრიტიკას და ეს არ იყო მარტო თავისუფალი დემოკრატების კრიტიკა, საზოგადოების მხოლოდ ჩვენგან არ იყო, საზოგადოებისგანაც იყო ბუნებრივი ეს ზეწოლა. და მე სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ იმ მასშტაბით ის შეთანხმება არ იქნა გაფორმებული საფრანგეთში, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მაინც პატარა ნაბიჯის გადადგმაც ამ შემთხვევაში იყო ჩვენთვის მიღწევა, ამიტომაც ჩვენ ღიად მოვითხოვეთ და შესწავლა ამ საკითხის თუნდაც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების პარლამენტშიც და ამ ზეწოლამ განაპირობა ის, რომ ის იძულებული იყო, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად, რომ წასულიყო ამ დათმობაზე. იმიტომ რომ სხვანაირად მისი ნაბიჯები პირდაპირ ახმული იქნებოდა როგორც წინააღმდეგობაში მოსული ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. ანუ ახლა თქვენ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურდა ეს სამი პროცესი და ზეწოლის შედეგი იყო მხოლოდ რომ ეს მოხდა. საფრანგეთის თემაზე ვსაუბრობდი ამ შემთხვევაში კონკრეტულად და მინდა გითხრათ ის მიზეზი, რაც დაუდეს საფუძვლად ამ ყველაფერს იყო 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავება იმ მომენტში, როდესაც მე უარი ვთქვი მათგან შემოთვლილ ასე ვთქვათ, ქმედებაზე, რომ არ მომეწერა ხელი ამ შეთანხმებაზე. აქედან გამომდინარე, ჩანს დღესაც, რომ ეს ადამიანები იყვნენ უდანაშაულოები, ისინი დაუბრუნდნენ თავდაცვის სამინისტროს, ისინი აგრძელებენ მუშაობას თავდაცვის სამინისტროში და საქმე, რომელიც სასამართლოშია, კარგად ხედავს მთელი საზოგადოება, მიმდინარეობს იქეთკენ, რომ პრაქტიკულად ბრალდება უსუსურია და ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური მოტივით გაფორმებული. მაშინ სხვა რა მიზანი ჰქონდა იმ დროს ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, თუ არა პოლიტიკური ზეწოლა მიეტანა როგორც ჩემზე. თქვენი ოპონენტები თქვენზე ამბობდნენ იგივეს, რომ თქვენ ახდენდით პროცესის პოლიტიზებას, იმის გამო რომ ბმა მოახდინეთ სწორედ საფრანგეთთან ხელშეკრულებასთან. ბატონო? ოპონენტები იგივეში გდებდნენ ბრალს თქვენ მაშინ, რომ თქვენ ახდენდით თითქოს ამ პროცესის პოლიტიზებას, იმით რომ ის მიაბით თქვენ ხო გაქვთ დასკვნის გაკეთების უფლება ფაქტებზე დაყრდნობით. ბრალდება ვერ შედგა. ეს ხალხი გამოშვებულია და დაუბრუნდა საკუთარ საქმეს, ეს იყო პოლიტიკური საქმე და დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა მიმდინარეობს, მაგრამ ყველა ჟურნალისტები ესწრება ეგ და პრაქტიკულად რა უსუსურია ბრალდება და პროკურატურა ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. აი ეს არის ჩემი აზრით ის იმიჯი, რომელსაც სამწუხაროდ
საქართველოს საზიანოდ მოხდა იმიჯის შებრალვა ჩვენი ქვეყნის ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ სწორედ საზოგადოებრივი შეკრულობით თავისუფალმა დემოკრატებმა თქვენ იცით ინიცირება გააკეთეს რამდენიმე კვირის წინ სწორედ ერთობლივი რეზოლუცია რომ მიიღო პარლამენტს ყველა პარტიას რომ ჩვენ უჭერდით მოუთხოვდით ევროპარლამენტარებს სწრაფად მოეხდინათ და ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება ვიზის ლიბერალიზაციას დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად პარტიული ჩვენი წყენა გვერდზე გადავდეთ და მოუწოდეთ ყველას ერთობლივად მხარი დაგვიჭირა ამ რეზოლუციისთვის და განცხადებისთვის. ამის ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, სულისკვეთება, რომლითაც თავისუფალი დემოკრატები ვართ. მას შემდეგ, რაც დატოვეთ მინისტრის პოსტი, კიდევ გამოხვედით, ალბათ კიდევ უფრო ხმამაღალი განცხადებებით უკვე 2015 წლის აპრილში და მაშინ დარწმუნებით აცხადებდით, რომ ამ შეთანხმების გაფორმება საფრანგეთთან არ მოხდებოდა მოქმედი ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარო, ესე თქვით და ამის არგუმენტად ის გარემოება მოქონდათ, რომ ღარიბაშვილს და ივანიშვილს ომში არ ყავთ დაკარგული ახლობელი და შესაბამისად მათ არ აქვთ იდენტიფიკაცია და ჭეშმარიტი სოლიდარობა ჯართან. პირველ რიგში მინდა კითხოთ, რამდენად მორალურად გამართლებულად მიგაჩნიათ ესეთი არგუმენტაცია, რომ აუცილებლად ადამიანს ვინმე უნდა ყავდეს დაკარგული ომში საიმისოდ, რომ ქვეყნის თავდაცვის და ლიდერს თავდაცვის მნიშვნელობა ესმოდეს და მეორე, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი, ესეც სტარი პოზიცია იყო. თქვენ დარწმუნებით ამბობდით, ეს არ მოხდება, მაგრამ ეს მოხდა საფრანგეთთან გაფორმდა ხელშეკრულება. ანუ თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენ სანდოობას ჭრდილს აყენებს გარკვეულწილად ესეთი ხმამაღალი განცხადებები, რომლებიც შემდეგში არ მართლდება. თითქოს არ მართლდება. ნუ ევროატლანტიკური კურსი იქნება ეს თუ საფრანგეთი. არასწორად ხართ მე მგონი ინფორმირებული ჩემს განცხადებებზე. იგივე პირველი განცხადება, რომელიც მოიყვანეთ, თქვენ სხვა ინტერპრეტაცია გააკეთეთ. იქ მე საუბარი ვიყავი, რომ პროკურატურის ნაბიჯები არის პირდაპირ იერიში. პროკურატურა დამოუკიდებლად წერან ვამბობდით, რომ თქვენ 13 მაშინ რომ პრემიერ-მინისტრის გათავისუფლება არ მოხდა თავისთავად და გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს და პროკურატურა დამოუკიდებლად მოქმედებს. რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ მაინც უტრირება გააკეთეთ ჩემი განცხადების, მე პროკურატურაზე ვთქვი და მე მოვითხოვე, რომ შეკრებილი იყო პოლიტიკური საბჭო და ამაზე გვემსჯელა. ის განცხადება აბსოლუტურად თავისთავად ისე უნდა გაგეშვა და ინტერპრეტაცია ზედმეტი იყო იქ უბრალოდ. ეხლა რა შეიძლება მე ვიყავი დარწმუნებული. ბრძანებდით და პროკურატურა დამოუკიდებლად როგორ მოქმედებს. ერთი წუთით დავასრულებ. მეორე შემთხვევაში მე ვთქვი, რომ არ მოხერხდება, არ ხდება ამის გაფორმება. როდესაც მინისტრი იყო ბატონი მინდია ჯანელიძე და 6 თვე იწურებოდა, ამიტომაც დავიწყე მე სწორედ 6 თვეს დაველოდე, გავაკეთე განცხადება და იძულებული გავხადე ხელისუფლება სწრაფად დაეწყოთ მოლაპარაკების პროცესი და შემდეგ უკვე ქალბატონი ხიდაშელის პირობებში მოხდა მხოლოდ დაახლოებით მესამედის გაფორმება. ამიტომ საზოგადოებრივ აქტივობას პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც თქვენ ახლა ცოტა ზედმეტი და დაჩქარები უწოდეთ, პირიქით მოაქვს სწორი შედეგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენმა განცხადებებმა, ჩვენმა ღია პოლიტიკამ აიძულა ის ხალხი, ვისაც ამ შეთანხმების გაფორმება არ უნდოდა, მოეწერათ ხელი შეთანხმებას. ძალიან დიდი გავლენა ქონიათ მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკურზე, რაც პრინციპში არც ისე აისახება თქვენ რეიტინგში. უფრო დიდი გავლენა გვექნება მომავალში. კარგით, გავლენას დაუბრუნდებით, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტა უნდა გკითხოთ თქვენ წარს კოალიციაში თქვენ მოღვაწეობის შესახებ. კერძოდ ბიძინა ივანიშვილთან თქვენ ურთიერთობაზე ეს თავიდანვე გართულდა ეს ურთიერთობა, როგორც გვახსოვს, უკვე 2013 წლის იანვარში თქვენ მან ვიცე-პრემიერობიდან გადაგაყენეთ და განაცხადა, რომ პატარა შეცდომა დაუშვით იმით, რომ თქვენივე პარტიაში საპრეზიდენტო ამბიციები განიხილეთ, უბრალოდ მაყურებელს შევახსენოთ ქრონოლოგია ამ თქვენი ურთიერთობის. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს მისი მინიშნებები, უხერხული საკმაოდ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ, ვოიაჟები და ასე შემდეგ. თუმცა თქვენ დიდი ხნის განმავლობაში თითქოს ითმენდით ამ დასჯას თუ ამგვარ დამოკიდებულებას, ახლა არ მახდენით ამის პრობლემატიზაციას, ესე ვთქვათ. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ თქვენს მიერ 2013 წელს გაკეთებული განცხადება, როცა ვიცე-პრემიერის პოსტი დაკარგეთ. არანაირი გაუგებრობა ჩვენს თავრობაში არ არის, არ მინდა რომ მისცეთ გარკვეული სხვანაირი ინტერპრეტაციები იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, რომ მე კონცენტრირებული ვიყო ძირითადად და მთლიანად სამხედრო შერაგებული ძალების განვითარებაზე, თავდაცვის რეფორმაზე და ამის გამო მოვიხსნა სხვა ფუნქციები და კერძოდ ვიცე-პრემიერის ფუნქცია. თუმცა ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, მოვლენები განვითარდა ისე, როგორც გვახსოვს, თქვენ გაგათავისუფლეს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან და პარტია თავისუფალმა დემოკრატებმაც დატოვა მართველი კოალიცია. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ უკვე ის განცხადება, რომელითაც თქვენ ეს ამცნეთ მოქალაქეებს 2014 წლის 5 ნოემბერს. მე მინდა გითხრათ, რომ არ შედგა ისეთი საუბარი, როგორც ჩვენ გვინდოდა რომ გამოგხსნოდა ჩვენ პარტნიორებთან, მაგრამ
ძალიან ცივილურად ჩვენ დავემშვიდობეთ ჩვენ პარტნიორებს კოალიციაში აღარ იქნება თავისუფალი დემოკრატები. რაც შეეხება დისკუსიებს, ის რეალურად ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ აქ ჩვენ სასაუბროდ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან. მოქალაქეებს ალბათ ყველაზე მეტად დაამახსოვრდა თქვენი ეს განცხადების ის მონაკვეთი ივანიშვილთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, თუმცა ამის შემდეგ ორ დღეში თუ არ ვწდები, თქვენ მაინც მოგიწიათ მასთან შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. თუ აპროტესტებდით და დღემდე აპროტესტებთ მის ჩრდილოვან გავლენას მაშინ, ან რატომ გამოხედით ამ განცხადებით, შემდეგ რატომ შეხვდით და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიციის შეხვედრაზე რატომ გაგიკვირდათ მისი ხილვა მინისტრობის პერიოდში, თქვენთვის ხო ცნობილი იყო ალბათ მისი გავლენის შესახებ თუ ჩრდილოვანი გავლენის თაობაზე და რატო გაკეთეთ ესეთი ხმამაღალი განცხადება და შემდეგ მაინც რატო შეხვდით მას? აბსოლუტურად ლოგიკური იყო ჩვენი განცხადება, იმიტომ რომ ჩვენ იქ მივედით კოალიციის პარტნიორებთან შესახვედრად. ბიძინა ივანიშვილი წასული იყო პოლიტიკიდან, ბიძინა ივანიშვილი არ იყო კოალიციის თავმჯდომარე და რაღაც განგსტერულ შეხვედრაზე არ ვიყავი მე იქ მისული. უნდა გაგვერკვია, ვთქვათ, სწორედ ის საკითხი, რაზეც ჩემს წინა განცხადებაზე, რომელიც თქვენ გაატირაჟეთ, ახლა საუბარი მქონდა, რომ პროკურატურის ნაბიჯები რას ნიშნავს, საითკენ მიყავთ საერთოდ პროკურატურას და ამ აღმასრულებლებს პრემიერის მხრიდან საქმე და იქ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი. მასთან სალაპარაკოდ არ ვიყავით იქ მისული და ამიტომაც დავემშვიდობეთ, სათქმელი უთხარით და წამოვედით. შემდეგ თქვენც იცით, მე მგონი თუ არ იცით გეტყვით, მე ერთ-ერთ ადგილას შემხვდა და მთხოვა მან პირადად, რომ ერთ-ერთზე შევხვედრილიყავი და როგორც ყოფილი პარტნიორები, რომლებმაც გავაკეთეთ ძალიან დიდი საქმე და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ჩამოვაცილეთ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო ჩვენ შევხვედროდით და ბოლომდე გვეთქვა ერთმანეთისთვის რა მოხდა და როგორ უყურებდით იმ პრობლემას, რაც წარმოიშვა ჩვენ შორის. აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა შედგა. ანუ ესეთი კულუარული შეხვედრა თქვენ განგსტერული უწოდეთ კოალიციის ფართოს ხდომას, სადაც დამფუძნებელი სახით ესწრებოდა ივანიშვილი და ესე ცალკე შეხვედრა მის რეზიდენციაში მე მგონი ეს არ არის ეს ვთქვათ განგსტერული თქვენივე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ ან ჩრდილოვანი. აბსოლუტურად არა, კაცო. მე როდესაც არ მითანხმებ შეხვედრაზე ვინ მოდის, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩემთვის მისაღები და როდესაც ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა აუცილებელი იყო, რომ გვეთქვა ერთმანეთისთვის თუ რა პრობლემების წინაშე ვიდექით, ამ შემთხვევაში ეს შეხვედრა იყო სწორი. არაფერი დამალული არ ყოფილა, როგორც კი გამოვედით იქიდან, ჩვენ ორივე შევთანხმდით, რომ ვეტყოდით საზოგადოებას, რომ შევხვდით. ამიტომ აქ არაფერს კულუარულს ან რაიმე სხვა ფორმის არაჯანსაღს ვერ ვხედავ თქვენგან განსხვავებით. არა, მეკითხებს კი სად ბატონო, როგორ გეკადრებათ ბატონო ირაკლი? კი ბატონო. მოდით გადავიდეთ ახლა თქვენი პარტიის პერსპექტივებზე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის. რამდენიმე დღის წინ 21 დეკემბერს მართლაც გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის ახალი გამოკვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც თქვენ პარტიას მართლაც აქვს 2%-ით გაზრდილი რეიტინგი. აგვისტოში ეს იყო 5%, ახლა კი სავარაუდო ელექტორატის 7% გიჭერთ მხარს. გაკმაყოფილებთ ეს შედეგი მაშინ, როცა ხელისუფლების რეიტინგი ამავე მონაცემებით ძალიან დაბალია, კვლევებს თუ დაუჯერებთ დღევანდელი მონაცემებით 18% და რაც თავარია ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენი თანამოქალაქეების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ვერ ახდენს იდენტიფიკაციას ვერც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არის იმედგაცრუებული და არ იცის ვის მისეს ხმა. როცა თქვენ ამბობთ, თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ 2016 წელს დაამარცხებთ მართლ კოალიციას და გამარჯვებასაც აპირებთ მე მგონი. თქვენ თვითონ თქვით, რომ 60% არის გადაუწყვეტელი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მზარდი რეიტინგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ალბათ სხვა სლაიდებიც უნდა ნახოთ და იქ ნახავთ, რომ 9% იდენტიფიცირებას აკეთებს ჩვენთან, ჩვენ პარტიასთან ამორჩევლების და 9% გვაქვს ასევე მეორადი არჩევანი. ასევე შეგიძლიათ ნახოთ იმ კვლევაში ისიც, რომ პრაქტიკულად ნეგატიური რეიტინგი არ გვაქვს, უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ხალხს არ აქვს. ესეც გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ წესიერი მუშაობით, სწორი მუშაობით, საზოგადოებასთან ყოფნით, ხალხში ყოფნით და მათი პრობლემების გაზიარებით და შემდეგ უკვე ამ პრობლემებზე სწორი გამოსავალის მიწოდებით, იმ 60%-ში შეგვიძლია ძალიან ბევრი დავარწმუნოთ, რომ სწორედ თავისუფალ დემოკრატებს აქვს შანსი ამ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის. ამაზე მინდა რამდენად ხართ ხალხში, ესე ვთქვათ, თქვენს პარტიაზე წამიკითხავს ექსპერტების შეფასებები, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი შეიძლება იყოს გარკვეული ელიტიზმი და უფრო რაღაც ურბანულ ელექტორატზე თავისი
გავლენის გავრცელება და მართლა ძირითადი საკითხები, რომლებზეც თქვენი პარტიის წარმომადგენლები თქვენ პირადად საუბრობთ ხოლმე, არის თავდაცვა, არის საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც, მაგრამ საზოგადოებას თითქოს არ მოусმენია თქვენგან წყობრი დამოკიდებულება ეკონომიკურ და განსაკუთრებით სიღარიბის პრობლემასთან მიმართებით იმ რეალობაში, როცა საქართველოში 1.600.000-ზე მეტი მოქალაქე კვლავ სოციალურ შემწეობას ითხოვს, რა ხედვა გაქვთ და რატომ არ თვლით, რომ სიღარიბის პრობლემა პრიორიტეტული პრობლემაა, რატომ პრაღიდან არ ჩანს ჩვენი აქტიურობები ესე კარგად, მე მინდა გითხრათ, რომ სამი შეხვედრა გვქონდა ჩვენი ეკონომიკური პლატფორმის პრეზენტაციის. ჩვენ ეკონომიკურ ჯგუფს ჩაუდგა სათავეში ძალიან კარგი საქმის მცოდნე სპეციალისტი ბატონი ვასილ რევიშვილი, რომელიც ბიზნეს სამყაროდან არის, მასთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ სწორედ ბიზნესის კეთების, გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის გეგმა, რომელიც ემყარება ძირითადად რეგულაციების შეკვეცაზე, ემყარება იმაზე, რომ სწორედ ეკონომიკურ ზრდას თუ არ მიაღწია ქვეყანამ, ბუნებრივია არც ჯანდაცვისთვის, არც განათლებისთვის, არც თავდაცვისთვის ფული არ გვექნება. მაგრამ დავუშვათ სიღარიბის გადანაწილებასთან რა დამოკიდებულება გაქვთ? საყოველთაო ჯანდაცვასთან რა დამოკიდებულება გაქვთ? ბიზნესი ეს ერთი საკითხია. არა, ბიზნესი ქმნის სწორედ და არა სახელმწიფო სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილები სწორედ იქმნება იმისთვის, რომ გაიზარდოს საშუალო ფენა და საშუალო ფენის ზრდა შეამცირებს სიღარიბეს. ეს ყველაფერი თუ მოხვალ ხელისუფლებაში მაგალითად დაუჭერთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, იზიარებთ ამ პრინციპს? საყოველთაო ჯანდაცვაზე ჩვენ გვაქვს ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ცვლილება იმისი, თუ არ იყოს თუ არა ყველა დაზღვეული, იმათვისაც აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი დაიზღვეს, ბუნებრივია, მას არ უნდა ფარავდეს საყოველთაო დაზღვევა და ეს ფული მოხმარდება, ეს ფული მოხმარდება ხარისხის ამაღლებას და მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობას მივცემთ სწორედ უმწეობებს. მთელი ჯანდაცვა უნდა იყოს მობილიზებული დღეს, რომ აი გაიზარდოს ხარისხი და ყველას დაზღვევა ბუნებრივია მათი, ვისაც შეუძლია საკუთარი თავი დააზღვოს, არ არის სწორი, ეს არის ფულის ფლანგვა და რა თქმა უნდა, ამ ადაპტაციას ჩვენ გავაკეთებთ საყოველთაო ჯანდაცვას. გასაგებია, თქვენ და თქვენი თანაპარტიელები ხშირად იმეორებთ იმას, რომ ვერანაირ კონფიგურაციაში ვერ ხედავთ სამომავლო კოალიციას ნაციონალურ მოძრაობასთან. არასოდეს მათთან არ შეხვალთ პარტნიორულ პოლიტიკურ ურთიერთობაში. რის გამო ამბობთ ამას? ეს პრაგმატული გათვლა, რომ ამგვარი კოალიციის შექმნამ შეიძლება მხარდამჭერები დაგაკარგვინოთ იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა ზოგიერთ სეგმენტში საზოგადოების კვლავ კატეგორიულად მიუღებელი რჩება, თუ მართლა აი ღირებულებითი დაპირისპირება გაქვთ მთლიანად ამ პარტიის ყველა ჯგუფთან და უბრალოდ ვერ ხედავთ ვერანაირ პერსპექტივას. მე ვთვლი, რომ საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და ყველა კადრი, ვისაც შეუძლია თავის ქვეყანას ემსახუროს, დასაკარგი არ არის და პირიქით. მე ვთვლი, რომ არც ერთ პარტიას არ აქვს თვითქმარი რესურსი ყველა მიმართულებაზე დააკომპლექტოს პროფესიონალი ხალხით. მე არაპარტიული ხალხისაც პროფესიონალების იმედი მაქვს, როდესაც ხელისუფლებაში მოვალ და რა თქმა უნდა, სხვადასხვა პარტიები, რომლებსაც ყავთ წესიერი პროფესიონალი ხალხი, მათაც საკუთარი სწორედ პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა მიეცეთ საშუალება ემსახურონ ქვეყანას. რაც შეეხება ხა პოლიტიკურ ალიანსებს. რაც შეიძლება ხა პოლიტიკურ მივედი მაგამდე. ჩვენ პრაქტიკულად პარტიაც შევქმენით სწორედ იმიტომ, რომ არ მოგწონდა ნაციონალური მოძრაობის ხედვა, მათი დამოკიდებულება ადამიანის თავისუფლებების მიმართ, მათი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ის ზალადობრივი, რომელიც ჰქონდათ მოქალაქეების მიმართ და სწორედ ამიტომ გადავდგით პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში, თორე ჩვენ ვიყავით საჯარო მოხელეები. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ბუნებრივად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად აცთენა, ერთ თანხმედრა არ არსებობს პრაქტიკულად არც ერთ ჩვენთვის ფუნდამენტალურ საკითხში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და იმ ზალადობას, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებში იმ დროისათვის არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ჩვენ დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს. ამის მერე ბუნებრივია მე გავაგრძელე ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა მოხდეს კონსოლიდაცია საზოგადოების და ამიტომ მე წარსულს არ ვიყენებ იმის საფუძვლად, რომ მომავალი ასევე გეკითხებიან აპირებთ თუ არა განწყობებზე რაღაც გავსწალებად აღიქვამენ შეიძლება საგარეო პოლიტიკისგან. არა ხშირად მომისმენია განცხადებები. თქვენგან და თქვენი თანაპარტიელებისგან. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ალიანსში შესვლას. ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად გავიდეთ. ეს არის შანსი ჩვენი, რომელიც მოგვეცა, რომ დამოუკიდებლად ჩვენი პოლიტიკური ძალა წარმოჩინდეს ამ არჩევნებზე. რაც შეეხება, მე მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმას, თქვენ თქვით, რომ ელიტური პარტია ხომ არა ხართ თუ არა. მე შეგიძლიათ დააკვირდეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა რეგიონში ვიყავი, დავდივარ ფეხით და მოძრაობ დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ხვდები ქუჩაში ხალხს, ხვდები უბნებში ხალხს
და აქედან გამომდინარე მართლაც ვიცი რა პრობლემების წინაშე დგას ეს ხალხი და აქედან გამომდინარე და რითი ახსენეთ იმას, რომ მაინც არ გაქვთ დიდი მხარდაჭერა, 7% არც ისეთი დიდი მხარდაჭერა თავრობის ეხლა და თქვენ თუ რეიტინგის დააკვირდებით და არ გინდათ გაიხსენოთ იგივე პოლიტიკური ლიდერების რეიტინგის კუთხით, ჩვენ პარტიას საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან, ეს ერთი. მეორე, მზარდი რეიტინგი პრაქტიკულად და ასეთი მეორედი არჩევანი მხარდაჭერის არც ერთ სხვა პარტიას არ აქვს. 2% შეიძლება ვიღაც სკეპტიკოსმა შეიძლება ცდომილებასაც მიაწევოს, ეს არც ისეთი დიდი ზრდაა, რომ აი ნახოთ აწი რა იქნება, მაგრამ ვერ გავიგე რა მკითხეთ. 2%-იანი ზრდა არ არის ისეთი დიდი. შეიძლება ეს ცდომილებასაც მიაწეროს ვიღაცამ, თქვა სოციოლოგიური კვლევის დროს. არა, პრაქტიკულად თქვენ რასაც გინათ იმას მიაწერეთ, მე შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად ქართული ოცნების კოალიციის ნახევარი რეიტინგი სწორედ თავისუფალი დემოკრატები ვიყავით, ესე გამოდის. თქვენ თუ შეადარებთ სახელმწიფო რეიტინგს და ჩვენს რეიტინგს, აქედან გამომდინარე გაიხსენებთ იმას, რომ 60% არის გადაუწყვეტელი. აქედან გამომდინარე მე მაქვს სრული შინაგანი რწმენა და ჩვენ პარტიას იმისი, რომ სწორედ იმ 60%-დან ჩვენ მოვახერხებთ უმეტესობის წამოყვანას, დარწმუნებას მათთან მუშაობით. ხელისუფლება არ არის ხალხთან. ის საკუთარ თავს ელაპარაკება. ნაციონალურ მოძრაობა წასულია. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს 60% წამოვიყვანოთ და შემდეგ არჩევნებში გავიმარჯვოთ. უღმესი მადლობა ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ირაკლი ალასანია იყო ჩვენი სტუმარი, პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე. თქვენ უყურებდით გადაცემა ინტერვიუს, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია და რომელსაც მე სალომე ასათიანი უძღვებოდი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აქვე გილოცავთ მოახლოებულ დღესასწაულებს, ბედნიერებას და სიმშვიდეს გისურვებთ. გადაცემა ინტერვიუ ეთერში იანვრიდან დაბრუნდება.